მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენ მობრძანებად ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ აპრილის ფავორიტების შესახებ. ჩემი კონტეინერი თითქმის გაივსო, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ დაცლილი შეფუთვების საბოლოო რევიუს ვაკეთებთ დღევანდელ ვიდეოში. რაც განსაკუთრებული თანმიმდევრობით არ ვიცი შევძლებ თუ არა მივყვე, იმიტომ რომ ჩაყრილი მაქვს აქ ყველაფერი, მაგრამ მოდით ვცადოთ. ერთი გამწმენდი უკვე ვიპოვე. ეს არის Axis Wine, კორეული ბრენდი, მათი cup გამწმენდი, Sunday morning cup გამწმენდი მწვანე ჩაით. სხვადასხვა ჩვენს გვაქვს Nina's Beauty Place-ზე 120 მილilitrიანი შეფუთვით, თარიღი აწერია, გახსნამა და არ აწერია. ძალიან მცირე რაოდენობის გჭირდებათ, რადგან საკმაოდ კარგად ქაფდება და მთელ სახეზე გადასანაწილებლად საკმაოდ მცირე რაოდენობის გჭირდებათ. ეს 120 მილilitrიანი შეფუთვა საკმაოდ დიდხანს გეყოფათ, გეტყვით. საშუალო ოდნავ ძლიერისკენ cup გამწმენდია. ჩემთვის იყო საღამოს გამწმენდი, აუცილებლად დილით ისედაც არ ვიყენებ სპეციალურად გამწმენდს და მით უმეტეს ზამთრის სეზონზე, მაგრამ ორმაგი წმენდის დროს მეორე საფეხურის გამწმენდად არაჩვეულებრივი იყო და მზისგან დამცავი შემოსაბანად, ყოველდღიურად ასე ვთქვათ. დღეებისთვისაც, როცა მაინდა-მაინც ორმაგი წმენდის დღე არ მქონდა, შემეძლო რომ ასე ვთქვათ, მხოლოდ ეს გამწმენდი გამომეყენებინა და მაყოფილი ვიყავი როგორ ასუფთავებდა სახეს. მაინც უფრო კომბო ცხიმიანი კანისთვის გავუწევდი რეკომენდაციას, ან მშრალი კანისთვის, რომელიც ახლა ამ ცხელ სეზონზე ოდნავ უფრო ცხიმიანობისკენ ხდება მიდრეკილი. ვფიქრობ, რომ მოგეწონება ძალიან სასიამოვნო პროდუქტია. რამოდენიმე თვის განმავლობაში, ბოლო 2 თუ 3 თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად ვიყენებდი. როგორც გითხარით, საკმაოდ მცირე რაოდენობის სავსებით საკმარისია. შემდეგი გვაქვს დემაკიაჟის საშუალება ბალიასგან. ეს არის მათი მიცელარებით და ზეთით დემაკიაჟის პადები. შიგნით არის 60 ცალი, ესა პარფიუმის გარეშე ვერსია. მინდოდა ძალიან რომ დამეტესტა რამოდენიმე ბალიას და ისანას პროდუქტი ვიყიდე ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და დავტესტე, სხვათა შორის თითქმის ყველა რევიუ ავტვირთე უკვე Instagram-ზე და აქაც რა თქმა უნდა ფავორიტების ვიდეოში ნელ-ნელა გესაუბრებთ ყველა პროდუქტის შესახებ, როცა შეფუთვები დაიცლება. ეს არის პროდუქტი თავის მოვალეობას ასრულებს, მაკიაჟს გაშორებთ. მაგ მხრივ პრობლემა არ მქონია, მაგრამ თვითონ პადები არის ძალიან თხელი და პატარა. ერთ გამოყენებაზე გააჩნია როგორ მაკიაჟი გისვიათ, მით უმეტეს თუ რაღაცა წყალგამძლე მესვა თვალზე ხო, 7-8 ცალიც კი შეიძლება დაგჭირდეთ, თუ კარგად ჩამოისუფთავოთ მთელი სახე, რაღაცა პანდას თვალები არ დაგრჩეთ და ასე შემდეგ. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ 60 ცალია შიგნით, საკმაოდ სწრაფად მთავრდება საბოლოო ჯამში. ანუ ბიუჯეტური კი არის რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ასე სწრაფად დამთავრდება, ჯერ ერთ გამოყენებაზე საკმაოდ დიდი რაოდენობის ნაგავს ვაწარმოებთ და თან ასე თუ ისე გამოდის, რომ მაინდა-მაინც ბიუჯეტური პროდუქტიც აღარ არის თუ ხშირად მოგიწევს შეძენა. ყოველ შემთხვევაში შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია ესეთ სიტუაციებისთვის, როცა სადღაც მიდიხარ და მაინდა-მაინც თხევადი გამწმენდის წაღება არ გინდა, ჩანთაში ან რაღაცა ესეთ სიტუაცია გაქვს, ან ზეთის, ან მიცერალურის. მაგ შემთხვევისთვის თავის მოვალეობას აუცილებლად შეასრულებთ. რაღაც ესეთ გამონაკლისი შემთხვევებისთვის ვიტყოდი ესე ყოველდღიური დემაკიაჟის საშუალება ჩემთვის არ იყო, რადგან ეს პადები გარდა იმისა, რომ ძალიან თხელი და პატარა, ცოტა კი არა და უხეში იყვნენ კანზე. არასასიამოვნო იყო, ანუ ზეთია, მშრალ კანზე იმასაჟებ. არასასიამოვნო გამოსაყენებელი იყო, ვისაც კონტაქტური დერმატიტი გაქვთ, ეგზემა და როზაცია გაწუხებთ, შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ამ უხეში პადის სახეზე დამასაჟება მშრალ კანზე სასიამოვნო ამბავი ნამდვილად არ იქნება. ამიტომ ყვითელი ჩემგან თლად წითელსაც ვერ მივცემ, იმიტომ რომ პროდუქტი რეალურად თავის ფუნქციას ასრულებს, მაგრამ არ მგონია, რომ რაღაცა გამონაკლისის შემთხვევაში თუ არ დამჭირდა მეორეჯერ შევეცინო. ეს არის შრატი, APLB, კორეული ბრენდი, საკმაოდ ბიუჯეტური კორეული ბრენდი, რომლის არაერთი პროდუქტი მაქვს უკვე დატესტილი, შემიძლია ვთქვა საკმაოდ ბევრი. მე მგონი წინა ფავორიტების ვიდეოში გქონდა ამისი ჰიალურონის მჟავის შრატი თუ ლოკოკინას მუცინის, ან ორივე. ყოველ შემთხვევაში ეს უკვე მესამე შრატია, რომელსაც ამ ბრენდისგან ვტესტავ. ეს არის აზელეინის და პეპტიდებით ამპულა შრატი და სახელი როგორც არის ზუსტად იგივეა, იდეა საკმაოდ ისეთი სქელი ტექსტურის შრატი არის, უფრო ამპულის ტექსტურას გავს, ცოტა მძიმედ ჩამოდის პიპეტიდან. გახსნიდან 12 თვე აქვს და 40 მილilitrიანი შეფუთვით ფასისთვის არაჩვეულებრივ მოცულობას იღებთ. აზელეინი პეპტიდები არაჩვეულებრივი კომბინაცია, განსიდრაციისთვის აზელეინი არაჩვეულებრივია აკნეს შემდგომ გამონაყარზე, თვითონ აკნეზე, სიცითლეებზე, თუმცა გეტყვით რომ ისეთი სიძლიერი არ ქონდა, როგორიც ჩემთვის პირადი გამოცდილებით გეუბნებით, ჩემთვის როგორიც აქვს ინგლისის ან ორდინერის აზელეინის ორდინერის სუსპენზია აქვს ინგლისის შრატი. მიმათთან უფრო სწრაფად ვხედავ შედეგს. ისინი 1000%-იანია, აქ კომპლექსია, გაერთიანებული პეპტიდების და აზელეინის. ანუ
ცუდი არისო, ვერ გეტყვით რომ რაღაცა არ მომეწონა, მაგრამ ჩემთვის პირველი მანიშნებელი რამდენად ეფექტურია პროდუქტი, როცა ლაქებს გამონაყარს, ეს რაღაცას ეხება საქმე არის, რამდენად სწრაფად შემიძლია რომ ჰორმონალური აკნე, რომელიც განსაკუთრებით მძიმე ნიკაპზე მიჩნდება ხოლმე, თქვათ თვიდან თვემდე რამდენად სწრაფად ლაგდება ეს აკნე, რჩება თუ არა ლაქა, ან თუ დარჩა ლაქა, ის ლაქა რამდენად სწრაფად ლაგდება ხოლმე. ორდინერის და ინკილისტის აზელეინით უფრო სწრაფად ვიღებ ხოლმე მაგ ეფექტს ვიდრე ამ პროდუქტით. ამიტომ ასე ვთქვათ, იმათ ეფექტურობას თუ შევადარებთ, ეს უფრო სრულია. შემდეგი შრატი არის ბალიასგან, ეს არის მათი Plump and Glow შრატი Beauty Expert ხაზიდან. ეს არის 30 მილiliტრიანი შეფუთვა, რომელსაც გახსნიდან 12 თვე აქვს ვადა. პოლიგლუტემინის 0.3%-იანი პოლიგლუტემინის მჟავა აქვს, 2% ჰიალურონი, კიდე აქვს რაღაცები 1.5% კოფეინი და 5% ნიაცინამიდი. თუ გახსოვთ, ეს შრატი თქვენთან ერთად გავხსენი Instagram stories-ზე და ძალიან წებოვანი ტექსტურა კონდა ძვლის გადავინაწილე სახეზე. თუმცა გეტყვით რომ შეფუთვა დავცალე, მე ასე ვთქვათ ვისწავლე აღმოვაჩინე როგორ უნდა შემეწყო ხელი ამ ტექსტურისთვის რომ პროდუქტი გამომეყენებინა. იქამდე ტონერს ან ესენციას ვისმევდი რომ კანი უფრო სველი და სრიალა ყოფილიყო. შემდეგ ეს და შემდეგ მაშინვე ზემოდან დამატენიანებელი რომ წებოვანი ეფექტი არ დაეტოვებინა კანზე. ბიუჯეტური პროდუქტია ძალიან, თან 5% ნიაცინამიდი უკვე თერაპიული ზღვარია და უნდა გითხრათ ნიაცინამიდის ეფექტს ვხედავდი კანზე, ასე ვთქვათ კანის ერთიან ფერზე, აკნეზე გამონაყარზე. ვერ გეტყვით რომ იცი რა, არც არაფერი. არა, ის რაც აწერიაზეთ არის შეგნით. მაგაში დავწუნდი. უბრალოდ ცოტა მეტი შეგვიძლია რომ ტექსტურისთვის ვიმუშაოთ, კი გასაგებია რომ ბიუჯეტური ბრენდია, მაგრამ ესეთი ტექსტურა აღარავის აღარ აქვს უკვე ბაზარზე, არ ვიცი ცოტა. ან შეიძლება მე იმდენად ვარ უკვე მიჩვეული კორეულ ბრენდებს და კორეული ბრენდებს რაღაცა საოცარ ხვდაებრივ ტექსტურებს, არ ვიცი, რომელი კორეული ბრენდის ტექსტურაზე დავიწუწუნე, აღარც მახსოვს. ამიტომ ცოტა ესეთი თემა არის. ძალიან მომხვდა თვალში. ამიტომ მაგაზეც რო ვიმუშაოთ, სხვათა შორის ცუდი შრატი არ იქნება. მოდი ყვითელს მივცემ, იმიტომ რომ ინგრედიენტები შეგნით რაც არის ვიღრძენი ინგრედიენტების ეფექტი კანზე, ტექსტურა ნამდვილად არ მომეწონა. არ მგონია რომ მეორედ შევიძინო. 10%-იანი ნიაცინამიდის შრატებს მოვკარი კიდე თვალი იმ დღეს DM-ში და იმათ გავაგზავნებ. ნიაცინამიდი ესეთი ინგრედიენტია, რომ თუ ნახავ რაღაცა ბიუჯეტურ ბრენდს, რომ განმეორებით შეძლო ხოლმე ნიაცინამიდის ყიდვა და სულ გქონდეს თავის მომის რუტინაში, არაჩვეულებრივი იდეა. ამიტომ ხა იცით კორეიდან ჩამოსვას რო არ უნდა. ეხა შეკვეთილი მაქვს პროდუქტები, დამიწერა 30 სამუშაო დღეში გამოიგზავნება ამანათი. ანუ როცა შეგიძლია გადაირბინო და რაღაცა იყიდო, მაგას რა ჯობია. კიდე დავინახე რაღაცა ნიაცინამიდის შრატები და იმათაც დავტესტავ სიამოვნებით, იმიტომ რომ კარგია რომ ესე ხელმისაწვდომად ორი ფეხის ნაბიჯზე ერთი აი ნიაცინამიდის შრატი გეგულებოდეს ადამიანს. ეს არის პურიტო სოულის აზიური სენტელას ხაზიდან შრატები. ეს არის ღია შეფუთვა პარფიუმის გარეშე ვერსია, რომელიც ჩვენს გვაქვს Ninas Beauty Place-ზე. ეხლა სამწუხაროდ ამოყიდულია, მაგრამ შეკვეთა უკვე გაკეთებული მაქვს, სადღაც 15-დან 20 მაისის ჩათვლით ველოდებით, რომ თბილისში იქნება საბაჟოზე შემოვა. ამანათი იმედი მაქვს, რომ საბაჟოს პროცედურები მალე მოგვარდება და თამთასთან იქნება მალე პროდუქტები, რომლებიც ამოყიდული იყო, ვიცი რომ C ვიტამინს ელოდებით ბევრი, აზიურ სენტელას ელოდებით ბევრი. ჩვენზე სამწუხაროდ ნაკლებად დამოგიდებული ხარ, როცა გაკეთებულია უკვე შეკვეთა და გზაშია. იქ ვერაფერს აღარ იცავ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე მოგვარდება ყველაფერი ტექნიკური საკითხები და მალე გვექნება ისევ მარაგები ადგილზე. ეს არის პარფიუმით ვერსია, ეს ჩემი ფულით არის შეძენილი, ეს Style One-ამ საჩუქრად გამომიგზავნა შეკვეთაზე. ორივე 60 მილiliტრიანი შეფუთვებით არის. გახსნიდან 12 თვე აქვს ორივეს ვადა. ერთი და იგივე ყველაფერი პარფიუმის გარდა. აქ გეტყვით რომ პარფიუმს საკმაოდ მკაცრად გრძნობთ. ან შეიძლება ჩემი ცხვირი არის უკვე. მთენად გადაჩული პარფიუმს რომ მე ძალიან მომხვდა. ცხვირში ის თემა არა რომ ვაიმე ვერ დავცალე და ალერგია მომცანა რაღაცა. არა. უბრალოდ სასიამოვნო პარფიუმი არა აქვს. აი, შეიძლება პარფიუმზე ერთი ალერგიული იყო და მეორე უბრალოდ სუნი გაწუხებდეს. აქ უბრალოდ სუნი იყო. შემაწუხებელი. ისე არაჩვეულებრივი შრატია. ოდნავ უფრო სქელი ტექსტურით ჩამოდის, ამას პამპის თავსახური აქვს, მაგრამ მე ესეთი თითქოს და წყლის ტექსტურით იშლება კანზე ძალიან მარტივად. ნებისმიერ კანის ტიპისთვის შემიძლია გავუწევ რეკომენდაცია. ნებისმიერი რა კანის ტიპიც არ უნდა გქონდეთ დილა საღამოს რუტინაში. ეხლა მქონდა ზუსტად სპეციალურად ვიდეო აზიურის სენტელას შესახებ, სადაც უფრო დეტალურად გესაუბრეთ რა არის, საიდან მოდის, რისთვის იყენებენ და ბევრი დეტალი ამ ინგრედიენტის შესახებ. თუ გამგჩათ ეგ ვიდეო, გირჩევთ ნამდვილად თუ დაინტერესებული ხართ აზიური სენტელას ჩართვით თქვენს თავისმოვლის რუტინაში, მაგრამ ჩემგან ნამდვილად მწვანე და რეკომენდაცია. K-Secret-ის ლიპოსომური რეტინალი გამოვცალე. ეს არის მათი Soul 9088-ის ხაზი, ანუ ბრენდს ქვია K-Secret და Soul 9088 არის ხაზის სახელი, რომელიც ქალაქ Soul-ით არის ინსპირირებული. აქ გვაქვს 4% ლიპოსომური რეტინოლი არა, რეტინალი და პლუს შავი ჯინსენის ფესვის ექსტრაქტი. 4% ლიპოსომური
რეტინალი ნიშნავს 0.04% სუფთა რეტინალს. ეს არის პროდუქტი, რომელიც ორდინერის რეტინალს შევადარეთ და ცალკე ვიდეო მქონდა ამ ორი პროდუქტის შესახებ. თუ არ გიყურებიათ, გირჩევთ ნამდვილად მაგ ვიდეოს, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ზუსტად ორივე პროდუქტი შევადარეთ ერთმანეთს. ეს არის დამწყებთათვის რეტინალი, ვინც თქვათ რეტინოლიდან რეტინალზე გადადის, ან ვისაც ძალიან გრძნობიარე კანი აქვს და უფრო ძლიერ რეტინალს ვერ გამოიყენებს, თქვათ ეგზემაზე, ან რაღაცა გაღიზიანებას იწვევს, ან შეწყვეტილი გქონდათ რაღაც მიზეზის გამო რეტინალის გამოყენება და მაინც გინათ რომ ცოტა უფრო ფრთხილად დაიწყოთ, არაჩვეულებრივი არჩევანია. ეს არის ჩემთვის ჩემი კანი ხემდენად არის უკვე რეტინალს მიჩვეული. ამას ვიყენებ იმ დღეებში, როცა ორდინერის რეტინალს არ ვიყენებ. ჩემთვის საკმაოდ მსუბუქია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ტექსტურა აქვს, ძალიან გემრიელად ტარდება კანზე, ძალიან სასიამოვნო გლოუს გაძლევს, კარგად ატენიანებს კანს, აი ჯინსენის ფესვის შავი ჯინსენი საკმაოდ იშვიათია. არაჩვეულებრივი ინგრედიენტებია კიდე შეგნით, გარდა იმისა, რომ რეტინალს იღებ. კიდე მაქვს ერთი გახსნილი, ეს ის შეფუთვა, რომელიც მე შევიძინე, ეხლა რაც მაქვს გახსნილი სტაილბანამ გამომიგზავნა, საჩუქრად იმაში ფული არ გადამიხდია, მაგრამ მაქვს უკვე შემდეგი შეფუთვა გახსნილი და მაქვს ისევ თავის მოვლის რუტინაში, ანუ შემდეგ ფავორიტების, ან იმის შემდეგ ფავორიტების ვიდეოშიც მოხდება. მოკლედ, ნამდვილად მწვანე, ვისაც გინდათ რეტინალის გატესტვა, ვისაც მგრძნობიარე კანი გაქვთ, ვინც რაღაცა მსუბუქს ეძებთ, თქვენთვის არაჩვეულებრივი არჩევანია, თუმცა ორდინერის რეტინალს, ან ვინც თქვათ ავენეს რეტინალზე იყავით, ან ხართ თუ დარჩა კიდე სადაც ამოყიდული არაა და შეგიძლიათ რომ იშოვოთ, იმათი სიძლიერე არ აქვს. იმათი სიძლიერე არ აქვს, ბევრად უფრო მსუბუქია, მაგრამ მსუბუქი ნიშნავს იმას, უფრო ნელი მოქმედების არის. ნაკლებ გაღიზიანებას იწვევს, რამოდენიმე შეფუთვის შემდეგ შეიძლება დაინახოთ ის ეფექტი, რასაც თქვა ორდინერისთან ერთი შეფუთვის შემდეგ დაინახავთ. თუ მიყვებით, დარჩებით, უერთგულებთ პროდუქტს და ბოლომდე გამოიყენებთ, შედეგს ესეც აუცილებლად მოგცემთ, უბრალოდ უფრო ნელი მოქმედების არის. ეგ ყველამ თავისთვის უნდა გადაწყვიტოს, რომელი ურჩევნია რაღაცა უფრო ძლიერი, იმიტომ რომ მისი კანი აიტანს და არ ექნება პრობლემა, თუ უფრო ნელ-ნელა მიყვეს და შესაძლო გაღიზიანება აირიდოს თავიდან. ეს არის დამატენიანებელი, ესეც Axis Y არის, მათი ჰართლივის დამამშვიდებელი გელ კრემი. ძალიან სასიამოვნო ტექსტურის გელ კრემი. მართალი რომ გითხრათ, ზამთარში ცოტა ხანი აღარ ვიყენებდი, შემოდგომაზე გახსნილი შეფუთვა არის, რომელიც მე ზამთარში აღარ გამომიყენებია და ეხლა რომ ცოტა დათვა დილის რუტინაში გავაგრძელე ესეო გამოყენება და დავცალე, მზისგან დამცავის ქვეშ იყო არაჩვეულებრივი დამატენიანებელი. ზამთრისთვის თხელი. მithumetes ჩემ შალი კანისთვის. ისეთი არ იყო, რომ საკმარისი ყოფილიყო ჩემი კანისთვის, მაგრამ დილით მზისგან დამცავის ქვეშ იყო ძალიან სასიამოვნო. ძალიან ისეთი სასიამოვნო სიგრილის ეფექტი აქვს. ჰართლევი ანუ ჰიუტანია კორტანდას სცენარის ექსტრაქტი აქვს, რაც არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია და ძალიან კარგია პრობლემური კანისთვის. ძალიან კარგია სიცოცხლეებზე, ესე აზიური სენტელა აქვს, გლიცერინი, ალანტოინი, შესაძლო გამაღიზიანებლებს გარეშეა. მოცულობა არის 60 მილილიტრი თუ სწორად მახსოვს. კი ბატონო, 60 მილილიტრი, ანუ ცოტასაც არ იღებთ და ბევრიც არ არის საჭირო. ვისაც სიცოცხლეები გაქვთ, როზაცია, ეგზემა, ახლა დამამშვიდებელი გელი გამოგადგებათ ეხლა განსაკუთრებით ცხელ სეზონზე. დიდი სიამოვნებით უწევ რეკომენდაციას, ვფიქრობ, რომ ძალიან მოგეწონებათ. მე მაინც ვფიქრობ, რომ უფრო კომბოცხიმიანი კანის დამატენიანებელია, მაგრამ ცხელი სეზონისთვის მშრალი კანის ხალხმაც შეიძლება რომ თავისუფლად გამოვიყენოთ. ძალიან სასიამოვნო სიგრილის ეფექტი ისედაც აქვს ავტომატურად და თუ ჩააცივებთ, ხო, საერთოდ. შემდეგი დამატენიანებელი არის თიამის, ლოკოკინას მუცილის და აზულინის ღამის ძილის ნიღაბი. ძილის ნიღაბი აწერია, მაგრამ რეალურად ჩვეულებრივი დამატენიანებელია. ლოკოკინას მუცილის ბაზისზე დამზადებული 100 მილilitrიანი შეფუთვით, რომელსაც გახსნიდან 12 თვე აქვს ვადა. თუ გახსოვთ, ეს იყო 2024 წლის ფავორიტი დამატენიანებელი, როცა დამატენიანებლების რეიტინგი გქონდა გასული წლის და ეს არის ჩემი მეორე შეფუთვა. ეს ჩვენს ონლაინ შოპშიც გვაქვს, ჩვენთან შეგიძლიათ რომ შეიძინოთ. რატო გამოცალე ხა ეს სწრაფად, ანუ დიდი ხნის გახსნილი არ მაქვს და 100 მილilitrიანი შეფუთვა არის წეს დასწრაფად დამთავრებული, მაგრამ ეხლა მქონდა ძალიან მძიმე ალერგიული შემოტევები. გაზაფხულზე ნუ არ ვიცი, აბებიც რო აღარ გშველეს ხოლმე, აი რაღაც დღეები ეგეთ დღეში ვიყავი და თვალებთან განსაკუთრებით ვისაც გაქვთ ალერგია, იცით რასაც გულისხმობთ, მე პოლენ ალერგია, ტურის ალერგია ქვია ქართულად, თუ რაღაც არ ვიცი, სპეციალური სახელი თუ აქვს რამე. იმიტომ რომ საქართველოში ალერგია არ მქონდა, ამ ქვეყანაში დამემართა ყველაფერი თუ კი რა იმის დაკიდება და დამართება შეიძლება. და ნუ თვალების გარშემო კანი გიშრება ძალიან. სულ ეს ახლა კანი ძალიან გიშრება. პაჩების ყიდვა არ მინდოდა, თვალის პაჩების ყიდვა არ მინდოდა, იმიტომ რომ ძალიან არ მოყვარს მაგას რაღაცაში ფულის გადახდა, აი პირდაპირ ნაგავში აგდებ და თითო გამოყენება რომ რაღაცა თუ რაღაცას ბიუჯეტურს ყიდულობ, იმდენი პარფიუმი აქვს, რაღაცა პიტნის და რაღაცების, ანუ რატო უნდა მოგაფიქრდეს თვალის გარშემო დასატანი პროდუქტი, ისეთი სუნი, ანუ რო გახსნი და აი კაპილის პასტას რო თავს მოხსნეს სუნი ასდის ხოლმე, აი ისეთი სუნი რო ასდის თვალის გარშემო გამოსაყენებელ პაჩს, აი რატო? ალერგიულიც რო არისო, აი რატო უნდა მოგინდეს ისეთ გაღიზიანებული გაქვთ თვალი, გამომშრალი ალერგიული რეაქციით და კიდე ესეთი ალერგენი დაიფინო ზემოდან. და მე გამახსენდა რომ ეს მქონდა. ამას ისედაც აქვს ოდნავ სიცივის ეფექტი და შეგრძნება, ნუ ლოკოკინას მუცინიდან გამომდინარე, ჩავდე მაცივარში.
ჩავაციე და სახში რომ მოვდიოდი გადაშტერებული სახით ალერგიის გამო, ანუ 3 საათზე ჩემი დღე მთავრდებოდა, იმიტომ რომ იმისგან უკვე ენერგია აღარ მქონდა. სკელპენას გასუფთავებულ კანზე, როგორც პაჩს, ესე ვისმევდი ხოლმე და ვიტოვებდი ჩაციებულს. მაციურიდან ვიღებდი ხოლმე, ასრულებდა არაჩვეულებრივ პაჩის მოვალეობას, არაჩვეულებრივად ატენიანებდა და ამშვიდებდა კანს და აგრილებდა და სიცითლეებს ხსნიდა. მოკლედ, სწრაფად კი შემომეხარჯა მაგის გამო, მაგრამ სამაგიეროდ ჩემი ხსნა იყო ახლა ამ ალერგიის სეზონზე. მე რაც მრჩებოდა, ოდნავ რომ შეთქმებოდა უკვე ჩამოღვენთას რო იწყებდა, როგორც დამატენიანებელს ჩვეულებრივად ვინაწილებდი მთელ სახეზე. ხა ჩამოშორება და ჩამობანა, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის ჩვეულებრივ დამატენიანებელი. აზულინს რაც შეეხება, აზულინის ზუსტად სიცითლეებზე არის არაჩვეულებრივი. ბევრი აი დამწვრობის და სიცითლეების და ეგზემას ბალმები, რაც აი კორეული, აი სააფთიაქო ბრენდების მალამოებში შეგხვდებათ, არის აზულინის ბაზისზე დამზადებული, იმიტომ რომ ძალიან კარგი რამეა აზულინი ესეთ სიცითლეებზე განსაკუთრებით. ამიტომ იდეალური კომბინაცია იყო ჩემი თვალებისთვის. ამიტომ დამატენიანებელიც კი, მაგრამ ცოტა უფრო მეტად როგორც თვალის პაჩი ისე დავცალე და თქვენთვისაც მინდოდა გამეზიარებინა, იმიტომ რომ თუ ვინმე ალერგიული ხართ, ან თუ გიყვართ თვალებს გარშემო რაღაც ესეთი სპეციალური ექსტრა რაღაცის გამოყენება, პაჩების შეძენა არ არის აუცილებელი და უაზრო რაოდენობის თანხის გადახდა, რა ვიცი, 20-25 წელიან შეფუთვაში, რომელიც საკმაოდ მალე მთავრდება. შეიძინეთ, საკმაოდ ბიუჯეტურია, შესაძლო გამაღიზიანებლებს გარეშე, არანაირი პრობლემა არ არის თვალებს გარშემო გამოყენება. ჩადეთ ამ ზაფხულს მაცივარში, რძის შეფუთვე ცოტა ჩააჩერჯეთ და ჩადეთ მაცივარში და გქონდეთ აი დაღლილი დღის შემდეგ გაწითლებულ სახეზე. ან მე ხა თვალებს გარშემო ვიყენებდი, მაგრამ ლოყებზეც იგივე მოვალეობა შეასრულებს. როგორც ნიღაბი და ოდნავ რომ შეთმება და თითქოს ჩამოღვენთას რო დაიწყებს, შემდეგ როგორც დამატენიანებელი გადაინაწილეთ მთელ სახეზე. არაჩვეულებრივი იყო. ამ სპრეის შესახებ უნდა გესაუბროთ, რომელიც ჯერ ბოლომდე დამთავრებული არ არის, მაგრამ მინდოდა უკვე გამეზიარებინა, იმიტომ რომ ცოტა ცხელი დღეები დაიწყო. ეს არის მიქსუნის სახის სპრეი, ჰართლიბის ჰორტანია-კორტადას ექსტრაქტით, აზიური სენტელა და მწვანე ჩაი. არაჩვეულებრივი ანტიბაქტერიული სპრეი არის, ოღონდ ისეთი ძლიერი არა, როგორც დღის სპრეი, ისე შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. ეს არის 50 მილilitrიანი შეფუთვით, ანუ ჩანთაში ჩასაგდებათ, თან წასაღებათ საფულის სხელ დღეებში. არჩეულებრივი არჩევა. ეს მომნატრებია სპრეის გამო, ანუ არანაირად აუცილებელი პროდუქტი არ არის სპრეი. არანაირად, თუმცა ჩვენი შოპისთვის დავამატე, ხა იმიტომ ზაფხულში გიყვართ ხოლმე სპრეის. ხშირად კითხულობთ და მინდოდა რომ რაღაცა გქონოდა ჩვენს შოპში არჩევანი და მე რა თქმა უნდა ჩემთვისაც შევიძინე არის და მივხვდი რომ ძალიან მომნატრებია სახის სპრეი. ძალიან მომნატრებია და ბოლო სპრეი იშვიათად ვყიდულობ ხოლმე. აი რაღაცა ეს სეზონისთვის. ბოლო იყო Skin 104-ის Cloudy Mist, როდის იყო 2 წლის წინ ალბათ, შარშან წინ ზაფხულში გამოცვალეს ალბათ რაღაცა ეგრე. მას მე სპრეი არ მქონია და ეს ისეთი სასიამოვნოა, რომ მივხვდი რომ მომნატრებია კარგი სპრეის გამოყენება. მოკეთ ჩანთაში ჩასაგდებათ ამ ზაფხულს არაჩვეულებრივი ინგრედიენტებით ძალიან სასიამოვნო სპრეია გირჩევთ ნამდვილად. ეს არის სხეულის დამატენიანებელი Nivea-სგან, მათი Creepy and Care ხაზიდან. იგივე ხაზის დამატენიანებელი მაქვს ახაც გახსნილი. ეს ისე ძალიან მომეწონეს. ანუ წინა ფავორიტების და იმის წინა ფავორიტების თუ სწორად მახსოვს. მეოთხე ფავორიტების ვიდეო ალბათ. სხეულის პროდუქტი არის Nivea-ს ამ ხაზიდან დამატენიანებლები. ისე ძალიან მომეწონა. ეს ახალი კი ეწერა, ახალი ეწერა შარშან შემოდგომიდან. იმედი მაქვს რომ უკვე ნელ-ნელა შემოიტანეს საქართველოში, იმიტომ რომ ვიცი რომ Nivea არის საქართველოში. თუ ნახავთ, გირჩევთ ნამდვილად. ეს არის 15% გლიცერინის და ურიას შემცველობით 400 მილilitrიანი შეფუთვა. გახსნიდან 12 თვე აქვს ვადა. ეხლა რაც მაქვს გახსნილი, ეს არის 10% გლიცერინი და ფამფით. ეს შეფუთვა კიდევ უფრო მეტად მომეწონა, კიდევ უფრო მეტად ჰიგიენურია და იოლად მოსახმარი. სახში თუ რამოდენიმე გამოიყენებთ ოჯახში ერთად ეგ უფრო სასიამოვნო. ეხლა მე ვიყენებდი ამას მხოლოდ და შესაბამისად არც ეს შეფუთვა არ იყო ჩემთვის პრობლემა, მაგრამ ეს 15% გლიცერინი და ურია ეს ზამთრის სეზონისთვის უფრო სქელი იყო. ამას ოდნავ უფრო ზედი ლოსიონის სასიამოვნო ტექსტურა აქვს, უფრო ცხელი დღეებისთვის, არაჩვეულებრივად მარტივად ნაწილდება კანზე, სწრაფად შეიწოვება. მოკლედ ეს ხაზი ძალიან მომეწონა. ძალიან ოჩახ Nivea-ს არ ვიცი. აზრს დამიტესტავს Nivea-ს რაღაცები, მაგრამ დიდად აღფრთოვანებული არ ყოფილი. ხა რო იტყვი. აი ფასისთვის ხო, ოკეი. ფასისთვის არა. აი ესე როგორც აღებული პროდუქტი, ფასრო თავი დაანებო, არაჩვეულებრივი სხეულის ლოსიონები და კრემები აქვს ამ ხაზიდან. მზისგან დამცავი. ეს არის Axis-Y. რაღაცა ძალიან Axis-Y-ის პროდუქტები მაქვს დღეს. ეს არის მათი Made for Me by Me, მზისგან დამცავი, SPF 50+, PA 4+, 50 მილilitrიანი შეფუთვა, გახსნიდან ვადა არ აწერია, სპეციალურად თარიღი აწერია ზედ, მთლიანად ახალი თაობის ქიმიური ფილტრებით, თეთრი კვალის გარეშე. ეს ჩვენს გვქონდა ჩვენს online shop-ში, ეხა ამოყიდულია და ამ ზაფხულისთვის არ დავამატებ, იმიტომ რომ უფრო კრემოვანი ტექსტურის დამატენი
დამატენიანება კრემოვანი ტექსტურის მზისგან დამცავია, რაც იმას ნიშნავს, რომ მაინდა-მაინც ზაფხულის სეზონის თემა არ არის ზამთარში. ზამთარში უფრო კარგად გამოსაყენებელი მზისგან დამცავია. ეხა ზაფხულისთვის სხვა პროდუქტები გვექნება, სხვა SPF-ები გვექნება თქვენთვის, COSRX-ის ახალი მზისგან დამცავი, რომელსაც საკმაოდ ისეთი შრატის ძალიან თხელი ტექსტურა აქვს. ძალიან მომეწონა იმისი ტექსტურა, ეგ გვექნება ზაფხულისთვის. ჰარუჰარუს მზისგან დამცავი გვექნება, რომელიც ოდნავ უფრო კრემოვანია, მაგრამ არა ისეთი კრემოვანი როგორც ეს, ანუ ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც ძალიან თხელი მზისგან დამცავი არ უნდათ, ოდნავ უფრო კრემოვანი ტექსტურით ურჩევნიათ, იმიტომ რომ დილით მზისგან დამცავი დამატენიანებელსაც უნაცვლებთ და ორი ერთში ურჩევნიათ, რომ პირდაპირ ოდნავ უფრო კრემოვანი მზისგან დამცავი აიღოთ და холоდის გამოიყენონ დილის რუტინაში. ეგ გვექნება ჰარუჰარუსგან და ახალს დავამატებთ ურიტოს outdoor მზისგან დამცავს, რაც ნიშნავს, რომ ოფლგამძლე, ცხიმგამძლე და წყალგამძლე ესე აწერია შეფუთვაზე ურიტოს. ან მოყვითალო ხაზიდან მზისგან დამცავი არის ეს, ანუ outdoor, ანუ გარეთ რო ხარ, ფიზიკურად აქტიური, ასეთ დროს გამოსაყენებელი მზისგან დამცავი, რაც მინდოდა რომ ზაფხულის სეზონისთვის რაღაცა ერთი ეგეთი აუცილებლად გქონოდა. ჩემთვისაც მაქვს შეკვეთილი წესით საქართველოში რო ჩავა შეკვეთა, იმედი მაქვს რომ სტაილვანას შეკვეთაც მოაღწევს ჩემთვის, ჩემთან მაგ დროისთვის რომ ვიდეო ჩავწერო, რომ ტექსტურა გაჩვენოთ, ვიცი რომ ბევრს ძალიან გაინტერესებს და ელოდებით ხოლმე ესეთ ვიდეოებს, რომ რადგან ონლაინ ყიდულობ რაღაცა პროდუქტს, რა თქმა უნდა, გინდა რომ ჯერ რაღაცა ტექსტურა ნახო, როგორ გამოიყურება ხომ კანზე პროდუქტი. ამიტომ აუცილებლად ჩავწერ მაგ პროდუქტზე ვიდეოს, როგორც კი მომივა, მაგრამ არის სპეციალურად ზაფხულის, ფიზიკურად აქტიური როცა ხარ გარეთ. მოკლედ, ეგ სამი მზისგან დამცავი იქნება, რომელიც მარაგებში გვექნება ამ ზაფხულის სეზონისთვის. ეგ კიდე მინდოდა რომ მე თქვა თქვენთვის. ეს არის ორი ცალი ხელის კრემი, ერთი არის ნოიტროგენას ნორვეგიული ფორმულა, იცით რომ ნორვეგიული ფორმულა ზამთრის სეზონისთვის არაჩვეულებრივია საპარფიუმის გარეშე. 40% გლიცერინია შიგნით და პლუს E ვიტამინი 50 მილiliტრიანი შეფუთვა. ეს ძვლივს ჩამოდის ხელს რომ მოუჭერ. ხოთმარ, ვაზელინის ტექსტურა აქვს. ზამთრისთვის არის იდეალური, ოღონდ მარტო ძილის წინ ვიყენებ ხოლმე, იმიტომ რომ ამას რო წაისმევ ხელზე, რამოდენიმე წუთი ვერაფერს ვერ ეხება, იმიტომ რომ ხელებში დაგეწეპოს რაღაცებს. მაგრამ ძილის წინ ღამის რუტინისთვის ძალიან კარგია, ვისაც ნუნების პრობლემა გაქვთ, მშრალი ნუნები, მშრალი ხელები არაჩვეულებრივია. მე უფრო ზამთარში ვიყენებ ხოლმე, ზაფხულში ცოტა არასასიამოვნო გამოსახენებელი. ანუ განაის რომ ზაფხულში მშრალი ხელები არ აქვს, მე სულ მშრალი კანი მაქვს ხელზე, მაგრამ რაღაცაც მაინდა-მაინც ზაფხულში არ არის. ზამთარში უფრო სასიამოვნო გამოსაყენებელია ის ძილის წინ. თუ შეგიძლიათ გამოყენება, არაჩვეულებრივი ხელის კრემია და ეს არის სიენის, არ ვიცი, ლიდლის არის მე მგონი ეს ბრენდი, ხო არის? ლიდლში იყიდება ყოველ შემთხვევაში, ეგ ვიცი, მათი გვირილას ხელის კრემი. ეს არ მიყიდია. ლიდლის აპი მაქვს, ანუ ბარათი, ასე ვთქვათ, დაგროვებითი ბარათი, ლიდლი სუპერმარკეტების ქსელია აქ გერმანიაში და ჩემს ახლის გვერდით არის ქუჩის მოპირდაპირ მხარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი პირველი არჩევანი როცა სუპერმარკეტს ეხება საქმე, ხო? ჩუსტიკებით რო გადაირბენ, აი ეგეთი უბნის სუპერმარკეტია და რადგან მათი დაგროვების ბარათი მაქვს, როცა რაღაცა ევროს პროდუქტს ყიდულობ, მე საჩუქრებს გაძლევს აპი უფასოდ. არც იმდენი სხეულის დასაბანი ლოსიონები მაქვს ამ ბრენდის. ესე საჩუქრად იმიტომ. ანუ სულ იქ ვარ და გინდა არ გინდა როცა ყიდულობ, ხო ეხა საჭმელს და სასმელს და რაღაცა ესეც. შესაბამისად გროვდება რა თქმა უნდა ეს. ევროები და სულ რაღაცას მთავაზობს ხოლმე. ესეც ეგეთი უფასო ხელის კრემი იყო. ცოტა შესაძლოა გამოსაყენებელი, ცუცვაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ სუნი აქვს, გვირილის კი არა, მინდურის ბალახის, მწვანე ბალახის სუნი აქვს. არასასიამოვნო, ესეთი ბიუჯეტური გვირილა სუნი აქვს. არც ბიუჯეტური გვირილა რას ნიშნავს? ამძვირი გვირილა რას ნიშნავს? მაგრამ ამას აქვს იაფი. მინდორში უფასოდ დაკრეფილი, დათხრილი. გვირილა სუნი ასდის, მაგრამ ხაც ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება, ეგეთი ამბავია. სხეულის ლოსიონებს რაც შეეხება ერთი გამოვცალე უზარმაზარი ლოსიონები. ამ ზაფხულს კი დამწელს, მეგონი მეც აქვს აღარ ვიყიდი. შემოსასვლელში ან საერთოდ დერეფანი გვაქვს. და საერთოდ დერეფანში მინდავს, იმიტომ რომ დერეფანში რაც გვაქვს, ვიცით რომ ყველამ შეგვიძლია გამოვიყენოთ, ვინც ცხოვრობთ აქ ერთად და იქ მილაგია ხოლმე ვიზმეს თუ დაჭირდა, იმიტომ რომ ხან არის ვიღაცას სტუმარი გვყავს, ვიღაცას კბილის პასტის ყიდვა დაავიწყდა, ვიღაცას ჯაგრისის ყიდვა დაავიწყდა. ანუ შეთანხმება არის ესეთი, რომ დერეფანში რაც დევს, თუ ვინმეს დასჭირდა, ტვერსას სრუტიდან დაწყებული, შეუძლია რომ გამოიყენოს და იქ მიდევს დერეფანში. თუ იმას დაჭირდა თქვა რა, მეც დიდი სიამოვნებით ვიყენებ. ძალიან თხელია, ოღონდ უნდა გითხრათ, ცოტა მეტი წყალია შიგნით ეტყობა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ესეთი, როცა რაღაცა ესეთი აი პილინგი და ცოტა უფრო ღრმაწმენდა გინდა სხეულზე, კანზე, მაგისთვის არ გამოდგება, მაგრამ აი თქვათ დილით შხაპის მოყვარული თუ ხართ, ან ზაფხულში ხართ და ის სამჯერო შეგახსნა. და რაღაცა თუნდაც პასვისთვისაც გამოგადგებათ, იმიტომ რომ კარგად ქაფდება, ცუდად არ ქაფდება სხვათა შორის. ნაჩუქარი პროდუქტებია
ეს სამცალი მაქვს მე მგონი არ ვიცი. სხვა ისე სამწუხაროდ მეტი არაფერი არ დამიტესტავს ამ ბრენდის სხვა პროდუქტების შესახებ ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ძალიან ბიუჯეტური რო არის Lidl-ში მაგას ვხედავ ხოლმე. და ბოლო მინდოდა რომ ჩემი D ვიტამინი მეჩვენებინა თქვენთვის. ბოლოს წინა ვიდეო იყო მე მგონი, როცა მზის განამცემების შესახებ ვისაუბრეთ და იქ D ვიტამინი იყო სხვათაშორის ერთი თემა და იქ ვახსენე რომ მეთქი ნუ დაიწვავთ თავს მის გამო რომ D ვიტამინი გამოიმუშაოს ორგანიზმმა. იქაც ახსენ ჯერ რომ ეს ერთ-ერთი ორგანიზმს D ვიტამინის გამომუშავება ასე მარტივად არ შეუძლია და მზისგან პირდაპირ D ვიტამინის მიღება ეგრე არ ხდება ეგ. საკმაოდ რთული პროცესია და ყველა ორგანიზმი ეგრე საათივით აწყობილი არ არის რომ D ვიტამინი გამოიმუშაოს, ამიტომ მიიღეთ D ვიტამინი აბების ფორმით შევისეთ მარაგი. მომწერეთ რამოდენიმე Instagram-ზე, რომელ D ვიტამინს სვავ, ფოტოები კი გამოგიგზავნით, მაგრამ აქ ვიდეოშიც მინდოდა რომ მეჩვენებინე, ეს არის Taxofit. DM-ში შეძენილი არის 2500-იანია ეს D ვიტამინი, ერთი აბი უნდა მიიღო დღეში მხოლოდ 50 ცალი მინი, მართლა მინი. ესეთი გემრიელი ჩასაყლაპია. სხვათაშორის ვინ მასწავლა? ჩემი ოჯახის ექიმმა? არ ვიცი, ვიღაცამ მასწავლა. ვიღაცა ჭკვიანმა ფაქტია, იმიტომ რომ სქელი აბები თუ უნდა ჩაყლაპო. ქვემოთ დაიხედე, ანუ ბევრი აკეთებს რომ თავს წევს და ესე სვავს პირიქით. ქვემოთ დაიხედე, ქვემოთ ახალი თვალი ქვემოთ დაიხედე, ისე ჩაყლაპე და ბევრად უფრო მარტივი გადასაყლაპიო და მართლა ეგრეა. მართლა ძალიან კარგი ხრიკია, ძალიან გამიმარტივა. რა ვსვავდი? რაღაცას ვსვავდი. ისეთი უზარმაზარი ტაბლეტები აქვს რა. რაღაცის კურსი მქონდა, ეხლა ამ ბოლოს მორჩი რაღაცა ზუსტად აღარც მახსოვს რა იყო. მაგრამ ძალიან მომხმარებელზე მორგებული აბის ზომა ქონდა წამალს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან გემრიელი მოწუწკნული აბებია, რომელიც ძალიან მარტივი ჩასაყლაპია. მოკლედ თუ D ვიტამინის რეკომენდაციას ეძებთ ვინმე, ეს საკმაოდ ანუ ხოხდოზიათ აწერია კიდეც, ანუ ძალიან ისეთი მაღალი დოზა არის 2500, 1000-იანიც არის, 1500-იანიც არის. იქიდან გამომდინარე, როგორ გრძნობთ, რომ გაკლიათ D ვიტამინი, მე ვიცი რომ ჩემი ორგანიზმი D ვიტამინის გამომუშავება კი არა. ჩემი ორგანიზმი ცხიმის მეც არაფერს არ გამოიმუშავებს. თქვენთან არ ვიცი როგორ არის საქმე. მიხარია თქვენი მეტაბოლიზმი უკეთესად თუ ფუნქციონირებს. მე იმის იმედზე არასდროს არ ვარ, რომ ჩემი ორგანიზმი D ვიტამინს გამოიმუშავებს. მე გადავებით. ამიტომ მე იქ არ მჭირდება. შემოდგომაზე და გაზაფხულზე თითო კურსი ესეთი ხოხდოზიათ მაღალი დოზირებით D ვიტამინს ავტომატურად ვიღებ ხოლმე, რომ დილით რო გაღვიძება მიჭირს. ხვდები რომ D ვიტამინი მჭირდება და აუცილებლად ვიტარებ ხოლმე პირდაპირ თითო კურსს. კარგით მეგობრებო, ეს იყო აპრილის ფავორიტების ვიდეო. თუ გაქვთ რაღაცა პროდუქტები, რომლებსაც სიამოვნებით გაგვიზიარებთ და გაუწევთ რეკომენდაციას, აუცილებლად შეგვეხმაროთ კომენტარებში. ან თუ გაქვთ ისეთი პროდუქტები პირიქით, რომელიც ძალიან არ მოგეწონათ, მე მგონი მე არ მქონდა დღეს არაფერი ისეთი, რაც ძალიან არ მომეწონა, მაგრამ თუ გაქვთ რაღაცა ისეთი, რაც შეიძინეთ და არ გაუწევთ რეკომენდაციას და იტყვით, რომ ჯობია არ შეიძინოთ, ეგეც სიამოვნებით გაგვიზიარებთ კომენტარებში. თუ სხვა ფავორიტების ვიდეოები გაინტერესებთ, არაერთ ვიდეოს იპოვით, მთელს პლეილისტს დაგიტოვებთ ვიდეოს ბოლოს. ერთდროს YouTube-ის ალგორითმი შეარჩევს თქვენთვის და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღეისთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao.